მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, და შეგახსენებთ, რომ თქვენ წინაშე არის სატელევიზიო გადაცემა წუთისოფელი, რომელიც წარმოადგენს სატელევიზიო ეთერს სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა. აღნიშნული სატელევიზიო პროექტის ავტორი გახლავთ აღნიშნული დარბაზის, ანუ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ბრეგვაძე, მე წამყვანი ვარ ამ გადაცემისა გოგიტა მელიქიძე. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ჩემთვის ძალიან ძვირფასა, ასევე ძალიან საინტერესო პიროვნებასთან, ბატონ მამუკა ბაგრატიონთან, რომელიც არის ხელმძღვანელი მისივე სახელობის ბაგრატიონთა ფონდისა, რომელიც ფონდიც ძალიან საინტერესო მუშაობას, ქველმოქმედებას, ესეთი პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მუშაობას ეწევა და ჩვენ საუბარი გვექნება ამ ფონდზე, ბატონ მამუკას საქმიანობაზე და საერთოდ იმ დიდებულ გვარის შესახებ, რომელ გვარზეც მოვიდა პატივი უფლისა ჩვენისა, რათა აი ამ ბედკრული ქვეყნის სამეფო გვარი ყოფილიყო და წინამძღოლი ყოფილიყო მთელი ჩვენი სამშობლოსი და აი ეს წინამძღოლობა შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენთვის ძვირფასმა ბაგრატიონთა გვარმა ატარა სახელოვნად, გამოატარა საუკუნეებში, გამოატარა ისეთ წინააღმდეგობებში, სადაც შეიძლება ვერც კი გადარჩენილიყო ვერც ქვეყანა და ვერც ერი, როგორც ასეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იყო შემწეობა უფლისა ჩვენისა და რაც მთავარია, იყო ის მეწინავე პირველი იერარქი ქვეყნისა ჩვენისა, რომელიც ღვთივსათნოთ უძღვებოდა ჩვენს ქვეყანას და მოვედით აქამდე და არა მარტო მოვედით აქამდე, არამედ მოვედით იმ განზრახულობით და მოვედით იმ სულიერი მხნეობით, რომლებსაც გვაქვს პოტენცია იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სვლა, გავაგრძელოთ მომავალში და შევხვდეთ იმ ახალ კატაკლიზმებს, რასაც მსოფლიო პროგრამა, მსოფლიო რეალობა შემოგთავაზებს, მაგრამ ჩვენ ამთავითვე სიამაყით შეიძლება თქვა იმისა, რომ ჩვენ აქავთ გავართ და აქ დგომის ფეხის მოწვლას არ ვაპირებთ ჩვენს ბაგრატიონებთან ერთად და აი ამ ბაგრატიონებთან მიმართებაში დღეს ერთ სეგმენტზე, ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ბატონ მამუკა ბაგრატიონის ფონდზე გვექნება საუბარი. მივესალმები ბატონ მამუკას, მადლობას ვეთქვი დღევანდელი სტუმრობისთვის და მინდა დაიწყოს საუბარი ამ ფონდის შესახებ და შემდეგ დავაზუსტებთ და დავაკონკრეტებთ იმ დეტალებსა და ნიუანსებს, რაც ამ ფონდის საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. გამარჯობათ პირველ რიგში. შეგეგებებით ყველას დიდი სიყვარულით, ქრისტეს მიერ სიყვარულით და პატივისცემით. გამოვხატავ ჩემ უდიდეს პატივისცემას დარბაზის მიმართ, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის მიმართ, ბატონი ირაკლი ბრეგვაძეს მიმართ, თქვენს მიმართ გამოვხატავ და ყველა იმ პიროვნების მიმართ, რომელთანაც მე ამ ბოლო პერიოდში მომიწია აქტიური თანამშრომლობა და ჩვენ ახლა შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობის სიხშირეზე გადავედით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს და როგორც არის, ახლა მივიღოთ და აგრეთვე აუცილებლად არ შეიძლება ეს დამავიწყდეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას, რომ პატივი დამდო და დღეს ვისაუბრებ საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის შესახებ. თუ რას საქმიანობთ, როგორ საქმიანობთ, რას ეყრდნობა ეს ყველაფერი და რა გვაქვს მომავალში. და როგორც თქვენ ბრძანებთ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარსულის მყარი ცოდნა და ქრისტიანულ ფუნდამენტზე დაფუძნებული ყოფნა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ადამიანურობის ფაქტორი ზუსტად ქრისტეშია და ყველაზე ჭეშმარიტება, ყველას თავის სიმართლე აქვს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ბაგრატიონები და ბაგრატიონთა დინასტია და საგვარეულო იყო ყოველთვის მცველი ამისა. მით უმეტეს იმისა, რომ ბევრს გარკვეული ისტორიულ წყაროებში ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ იღებდნენ, იცვლიდნენ შეიძლება პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რწმენას, მაგრამ როდესაც უნახავთ ისინი ამ ბრძოლაში დაღუპული, ან შემდგომ ჯვარს ატარებდნენ და შინაგანად
ბარული ქრისტიანული ფენომენი არსებობდა და ესე ჩვენი ტრაგიზმია. დიახ, ნამდვილად გეთანხმები ტრაგიზმია ეს ნამდვილად და მოკლედ დავიწყებ ახლა მოყოლას მე თუ რას წარმოადგენს მამუკა ბაგრატიონის ფონდი. მამუკა ბაგრატიონის ფონდი გახლავთ მოგეხსენებათ საქართველოში 1995 წელს სხვადასხვა საპატრიარქოსთან შეთანხმებით აგრეთვე სამთავრობო ხაზთან შეთანხმებით საზოგადოებასთან შეთანხმებით შეიქმნა ბაგრატოვანთა სახლი მისი უწმინდესობის კურთხევით შეიქმნა დინასტიური კავშირი ბაგრატოვანთა სახლი 95 წელს იქიდან მოყოლებული მისი წინამძღოლი გახლდათ იმერეთის მეფეთა პირდაპირ შთამომავალი ქალბატონი ნინო ბაგრატიონი რომელიც უძღვებოდა ბაგრატოვანთა სახლს. ბაგრატოვანთა სახლის უწმინდესმა როგორც ბრძანა, იცით როგორ ბრძანა? დინასტიის წარმომადგენლები გაერთიანდით და ერთად იყავით. და იმის კურთხევა მოხდა, რომ ერთად უყოფილიყავით და გაგვეკეთებინა ანუ გახსენება, იმიტომ რომ ჩვენ ისე დაგვარბიეს, ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ ჩვენი ხაზები როგორ მოდიოდა და რანაირად მოდიოდა, ფაქტობრივად უცნობი იყო ეს. შესწავლა საჭიროებდა, დიახ. და ამ შესწავლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონმა იოსებ ბიჭიკაშვილმა, რომელმაც ფაქტობრივად მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, ისტორიკოსებთან ერთად და მას ყველა იცნობს, რომ კონკრეტულად ბაგრატიონებში დაალაგა გენეალოგია და ფაქტობრივად შექმნა სურათი თუ რომელი განშტოება რომლიდან მოდიოდა და ყველაფერს მოფინა ნათელი ამით. და აგრეთვე ისტორიულად მან წამოწია ესეთი საკითხები და ღრმად ესე რომ ვთქვათ წარმოაჩინა რომ ეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა, შემიძლია ესე ვთქვა ბაგრატოვანთა დინასტიის წარმოსაჩენად და ყველაფერი დალაგებულია და სხვათა შორის 2016 წელს გამოიცა წიგნი ბაგრატიონები მისი ავტორობით და რა თქმა უნდა იქ რეცენზენტები და სერიოზული აკადემიკოსები, პროფესორები არიან, რომლებიც გვერდში ედგნენ და გვერდით ედგნენ და ფაქტობრივად ეს წიგნი 2016 წელს აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნაშრომი, სადაც სრული ინფორმაცია არის ბაგრატიონების შესახებ და გენეალოგიური ტაბულები ახლავს თან და ბიბლიოგრაფია, რაც სამეცნიერო დისციპლინა, ისტორიული სამეცნიერო დისციპლინით აგებული არაჩვეულებრივი ნაშრომია. მამუკა ბაგრატიონის ფონდის დაარსების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ მე გახლდით და ახლაც გახლავართ ბაგრატოვანთა სახლის ინფორმაციული განყოფილების ხელმძღვანელი. ფაქტობრივად მთელ შეხვედრებს და მთელ აქტივობებში, თითქმის ყველა აქტივობებში ვიყავი ჩართული და იქიდან გამომდინარე, რომ შემდგომ პერიოდში მოგეხსენებათ, რომ თვითონ დინასტიასთან მიმართებაში ძალიან ის რაც გამოვიარეთ, მაგრამ შემდგომ როდესაც შეკავშირება დაიწყეს და გამოჩნდნენ გარკვეული ძალები, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ, რომ დინასტიაში გარკვეული ისეთი დეზინფორმაცია შემოეტანათ, ისეთი ანუ ღვიძლის დათესვა დაიწყეს ფაქტობრივად. აქედან გამომდინარე, რომ ეხლა აკადემიური ხაზიდან ჩვენ ვერ გადაუხვევთ და ნებისმიერი იარაღი, ნებისმიერი ძალა, ყველაფერი გონებიდან მოდის. ჯობს ხერხით და გონებით უძლიოთ მტერს და ესე რომ ვთქვათ, შიდა მე სხვადასხვა დედა ღვთისმშობლის ხატი მაქვს, რომელიც მაჩვქეს სპეციალურად ბაგრატიონებისთვის. და ამ ხატს ყოველ დღე ვებედრები, რომ დაგვიფარო შიდა და გარე მტერთაგან. იმიტომ რომ ჩვენ, როგორც დედა ღვთისმშობლის და მაცხოვრის სისხლის მიერი ნათესავნი ვართ. ანუ დავითის შტოსგან მოვდივართ და სხვათა შორის აი ამ ფრაზას აუცილებლად წავიკითხავ მე.
როგორ იწყება ქართლის ცხოვრებაში როგორ არის მითითებული ეს ძირთაგან დავით წინასწარ მეტყველისა აღმოცენებულ ვართ და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით განაგების მეფობა ჩვენ ბაგრატონთა და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარ მეტყველისა ეს გახლავთ ამონარიდი ქართლის ცხოვრებით ანუ მოგეხსენებათ ქართლის ცხოვრება ბაგრატონთა რაობის შესახებ და მისი უძველესობის შესახებ და აი კავშირების შესახებ რომელიც თქვენ თქვით მხოლოდ ეს ფრაზაც კარგად მეტყველებს რომელიც არა გუშინდელ და გუშინდელ დღეს არამედ იმ წინარე ისტორიას მოიცავს რომელიც ძალიან შორს საუკუნეების სიღრმეში მიდის და ის არა მარტო მიდის იქით არამედ იქაური ისტორიული სულიც მოაქვს ჩვენამდე და მადლობა თქვენ აი მისი ციტირებისთვის თქვენ ახსენეთ ბაგრატონთა სამეფო გვარის შესახებ გამოცემული წიგნი მე უნდა გითხრათ ამ წიგნთან დაკავშირებით რომ ისი შემდგენელი და ავტორი ბატონი იოსებ ბიჭიკაშვილი ძალიან საინტერესო მკვლევარია მე ვიტყოდი ამავე დროს ძალიან სანდო მკვლევარიც არის რამე თუ ის ქრისტიანული კეთილსინდისიერებით ეპყრობა წყაროებს და იმ მასალებს რაზეც ხელი მიუწვდება და ეს წიგნი ერთ-ერთი საფუძვლიანი და საინტერესო წიგნია ბაგრატიონების გვარის გენეალოგიის შესწავლისა მისი ესეთი განშტოებებისა და ამ წიგნს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც აკადემიურმა წრემ მიიღო ეს წიგნი, როგორც სერიოზული და ისტორიული ნამუშევარი, როგორც საფუძვლიანი ისტორიული ნამუშევარი და აი ამ წიგნის მიმართ და იმ რაციონალური ბარცვალის მიმართ, რის გარშემოც ეს წიგნი ტრიალებს, კვლავაც და კვლავაც უნდა გაგრძელდეს როგორც კვლევა, ისე მსჯელობა და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც გარკვეულწილად შეიძლება ამით იყოს მოტივირებული, რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე მოუფინოთ აი ამ თემას. უბრუნდებით რა ბატონ მამუკა ბაგრატიონის ესეთი ფონდს და ეს საქველმოქმედო ფონდია მინდა ერთი აი ამ ფონდის ესეთი ღონისძიება გავიხსენო, რომელ ღონისძიებაზე მეც მომეცა შესაძლებლობა დასწრებისა და ესეთი კმაყოფილებითა და მადლიერებით თუ დააღვნიშნო ეს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით, მისი ლოცვით აღმართული უდიდესი და ულამაზესი ტაძარი ჩვენი ეპოქის სამების საკათედრო ტაძარი არის ჩვენი სულიერების ცენტრი და ეს არა მარტო სულიერების ცენტრია, არამედ რაციონალური მსჯელობის, რაციონალური ესეთი შეხვედრების და აზრთა ჭიდილის ერთგვარი ასპარეზიც არის, სადაც მამუკა ბაგრატიონის ფონდმა გამართა საახალწლო შეხვედრა. ეს შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ესეთი ფართო მასშტაბიანი შეხვედრა. საზოგადოებრივი წარმომადგენლობა ესწრებოდა საქველმოქმედო ხასიათის შეხვედრა იყო, ქველმოქმედებას ისახავდა მიზნად და მე ვესწრებოდი რა ამ შეხვედრას კიდევ ერთხელ დავინახე იმ საზოგადოებრივი წარმომადგენლობის დიდი ინტერესი, რომლებიც მოდიან ბაგრატონთა გვართან, რომელსაც კითხვები აქვთ ამ გვართან, რომლებიც ცდილობენ ჩაუღრმავდნენ ამ გვართან დაკავშირებულ ისტორიებს, ისვენენ აი იმ ფაქტებს და იმ მოვლენებს, რაც ბაგრატონთა გვართან არის დაკავშირებული. და ბოლოს ქველმოქმედება, რომელიც ისეთი ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ ფონდს, ბატონი მამუკა ბაგრატიონის სახელობის ფონდს მომზადებული ჰქონდა საახალწლოდ დიდი წითელი ფერის სასაჩუქრე ყუთები, რომელიც ბავშვებს გადაეცათ. და ეს ყუთები იმდენად სავსე იყო საჩუქრებით, ტკბილეულით, სახატავები რეულებით, ფანქრებით, წიგნებით, ჩასაცმელიც კი იყო ამ ყუთებში მოთავსებული და შემდეგ და რო უყურებდი ამ ბავშვებს, ისეთი დიდი სიხარულით ვიქოდათ ეს ყუთები და ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძენი თუ რაოდენ ძვირფასია ქველმოქმედება და ეს ქველმოქმედება, ეს სიხარული, რომელიც იმ დღეს გაანეუცო და გადავიდა ამ ბავშვებს ეს იყო სწორედაც ამ ფონდით და ამ ფონდის მეშვეობით განხორციელებული და ეს იყო ძალიან საინტერესო დროს. დამთავრდა ერთი წელი და იწყება მეორე წელი. ანუ წელთა გასახარზე. აი ამ საახალწლო შეხვედრის ჟამს სწორედაც სიხარულით დაამთავრა წელი აღნიშნულმა ფონდმა და ასევე სიხარულით შეხვდა იმ ახალ წელს, რომელიც დაიწყო და წარმატება მინდა უსურვო ამ ფონდს და მინდა კვლავაც აი ამ ფონდის საქმიანობას დაუბრუნდეთ. თქვენ ალბათ ფართო სპექტრი გაქვთ, ეს კი არის პერსონალურად ბატონო მამუკა თქვენი სახელობის ფონდი, მაგრამ წარმომადგენლობის შესახებ მინდა ყურადღება გავამახვილოთ.
პირველ რიგში ვერ ჩატარდებოდა ეს ქველმოქმედება და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ეს ყოფილიყო სამებაში. გარკვეული რაღაც დაგეგმარებები ჰქონდა მანამდე, მაგრამ რაღაცა შეიცვალა ალბათ. მე თქვენი გვერდში დგომა ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო და ეს ფაქტობრივად იყო ჩვენი ერთობლივი მამუკა ბაგრატიონის ფონდის, დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის და საგვარეულო კი ბატონო, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი, რამდენადაც ვიცი, ბატონი ირაკლი ბრეგოძე იყო ჩართული ამაში, წინასწარ შეთანხმება მოხდა და თქვენ ბრძანდებოდით, თქვენ სიტყვით გამოხდით, ეს იყო არაჩვეულებრივი და ბაგრატონთა დინასტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ იქ. ბაგრატონთა დინასტიის წარმომადგენლები, მამუკა ბაგრატიონის ფონდს აქვს თავისი ორდენი და ამ ორდენში ბაგრატიონები არიან გაერთიანებული. ორდენი გულისხმობს ჯილდოს სახეს თუ ეს არის ფონდის უბრალოდ წარმომადგენლობას? არა, ეს ფონდის ჯილდოს ჩვენ დავაფუძნეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ფონდის მიმართ ესე იგი განახორციელებს სწორ კარგ ურთიერთობას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური კუთხე. შეიძლება ადამიანმა კეთილი სიტყვა თქვას, რაღაცაში დაგვეხმაროს, გვერდში დაგვიდგეს, ხო? აი, მას ამ ესეთ ან კიდევ ჩვენი ერისთვის და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართებით აქვს კეთილი და კარგი საქმე გაკეთებული და მას აქვს სურვილი, რომ ჩვენ თქვათ რომ შევთავაზებთ, რომ იყოს ფონდის ორდენის კავალერი. ეს არის კავალერი. ეს არის ფონდის ორდენი, რომელიც სხვათა შორის შექმნილი არის გენიოსის, მე ვიტყვი 21 საუკუნის გენიოსი გიორგი სისაური, კალიგრაფი, ერთ-ერთი წამყვანი. აი არ ვიცი, ეს სხვათა შორის დღეს მისი დაბადების დღეა და ვულოცავ მას დაბადების დღეს და ვუსურვებ რომ მისი აი ჩვენ გვინდა ზუსტად აი ესეთი ნიჭიერი ადამიანები მან გააკეთა აი ამ მოდელის გრაფიკული გამოსახულება. აგახსოვებთ რომ ძალიან კარგი რომ პროფესიონალის ხელწერა ამაში და არა მხოლოდ ორდენი, არამედ ეს მხატვრული ღირებულების მქონეც არის. დიახ, ნამდვილად, მით უმეტეს მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანში, ევროპაში უამრავი გამოფენები ტარდება, საქართველოში მისი კალიგრაფია არის ფაქტობრივად ეს საოცრება, ხატვარი მწერალი, გენიოსია შემიძლია. კეთი. და ეს ფონდთან თანამშრომლობა. ფონდთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ჩვენ ამ ფონდის ორდენზე ვსაუბრობდით, ფონდის ორდენი ბაგრატიონებს თუ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელს გაუჩნდება სურვილი ჩემ ფონდთან ერთად იყოს. ეხლა ამას ცოტა ოფიციალურად გამომდის, მაგრამ რა თქმა უნდა უმრავლესობა ჩემ გვერდით არის, ანუ ერთად ვართ და ამ ფონდის საშუალებით ფაქტურად, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ძალიან ფაქიზად ვეპყრობთ, ჩვენ წესდებაში გვაქვს დაფიქსირებული, რომ ბაგრატონთა სახლის შიდა განაწესიდაც არის, აი ამას ვექვემდებარებით, ანუ ყველანი ვიცავთ სუბორდინაციას, ყველანი ვიცავთ და პატივცემთ ბაგრატონთა სახლის წესებს, წესდებას, შიდა განაწეს და აი მისი დამხმარე არის ეს ფონდი, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცდილობს, რომ ინფორმაციულად პოპულარიზაცია გაუწიოს. მე ესე ვიტყოდე, ფრანგებთან მქონდა შეხვედრა, ჯგუფი იყო ფრანგების ჩამოსული, რომელთაც აინტერესებდა დინასტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მე და ჩემი მეუღლე შევხვდით და ესეთი რამ უთხარი, რომ მე არ მომიწევდა მომეყოლა თქვენთვის ბაგრატონთა ისტორია 200 წლის წინ რომ შევხვედროდით. ჩვენ რუსეთის იმპერიაში დაახლოებით 1800 პირველი 2 წელს გაუქმება მოხდა ძალაუფლებით საქართველოს სამეფოსი და დინასტია ჩამოაცილეს და ფაქტობრივად დევნა იყო გამოცხადებული. ამის შემდეგ ხალხში აჯანყება მიფეთქა, ეს ძალიან ბევრი აჯანყებები მოხდა ამის შემდგომ და ფაქტობრივად რუსეთის იმპერიის ჭრილქვეშ მოექცა ბაგრატონთა დინასტია. მანამდე ბაგრატონთა დინასტიას მთელი მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო იცნობდა.
იცნობდა და იცოდა რას წარმოადგენდა. და ჩვენ ამხელა გავლენა გქონდა იერუსალიმში და თუნდაც თამარ მეფის წერილი სალადინს. კი ბატონო. ეს საოცრება არის, ეს წარმოვიდგინოთ, აი ჩვენ დროში რო გადმოვიტანოთ, იცით რა არის? ჩვენ მე მინდა რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ახალი თაობა, რომელსაც გარკვეულად ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, რომელიც ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რაც ჩვენ ფესვებს გვავიწყებს, კვეთავს ამას, ჩვენ ქრისტიანულ წმენას გვაცილებს და შემოაქვს ესეთი სტერეოტიპები ჩვენ ცნობიერებაში, რაც ეს არის ყველაზე საშინელი, რო იტყვიან, მეტასტაზები ავადმყოფობას, ესე იგი უწყობს ხელს, რომ მე ქართულ ერში ეს მომენტი მოხდეს და ამ დროს ჩვენ არც ადამიანურობის ფაქტორი გვაკლია. ქრისტეს დემოკრატიაზე რო გვესაუბრებიან, ქრისტეს აკლია დემოკრატია, იქნებ დემოკრატია აკლია ქრისტე. სწორი გამოყენება იყო პრობლემისა და ძალიან საინტერესო მომენტი ახსენეთ, რომელ მომენტზეც ჩვენ ყველას გვმართებს ფიქრი და ეს არის ისტორია ჩვენი და ეს ისტორია კონკრეტულ შემთხვევაში ბატონმა მამუკამ 1801 წელი აღწერა, როდესაც გაუქმებული იყო ბაგრატონთა სამეფო დინასტიის სამეფო ინსტიტუტი, ანუ ეს სამეფო სახლის კულტურა, თვითონ ბაგრატოვანები დააქსაქსეს, გადაიყვანეს მოსკოვში, მისეს შედარებით ისეთი საცხოვრებელი არეალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო ბრძოლა გამოცხადებული, როგორც იტყვიან, პირდაპირი ბრძოლა აი ამ ღირსეული გვარისა და ღირსეული სამეფო შტოს მიმართ და უნდა ითქვას, რომ ისტორია ვითარდება შემდეგნაირად და იტალიელებთან შეხვედრის დროს თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებოდით იმ სიტყვა თქვაში, რომ რო არა ის 200 წლის წინ მომხდარი ის ფაქტი, ბაგრატიონები იქნებოდნენ ის სამეფო დინასტია და იმ სამეფო დინასტიის ესეთი ფუნქციური გამგრძელებლები, რომლის შესახებაც საინფორმაციო საუბრები არ დაგჭირდებოდა ჩვენ უცხოელებთან და ეს იქნებოდა თავისთავად ცნობილი ფაქტი. და შეიქმნა აი ეს წვეტილობა, შეიქმნა ეს უკმარისობის განცდა საქართველოში და ამას აი უკვე 200 წელია ამ მდგომარეობაში ცხოვრობთ, მაგრამ ამას არ შერიგებია ქართველი ხალხი. ამას არ მიუღია ქართველ ხალხს, თქვენ ახსენეთ აჯანყებები და რამოდენიმე აჯანყება და მათ შორის 1832 წლის აჯანყება პირდაპირ აი ამ მიმართულებით იყო და პირდაპირ აი ამ მიმართულებას აყენებდა ესეთი ძირითად მაგისტრალურ ხაზს, რომელსაც სათავეში უდგა ისეთი ბრწყინვალე პიროვნება, როგორიც დიმიტრი ყიფიანი ბრძანდებოდა და სხვანი და აი ეს აჯანყება, ეს პროტესტი, ეს რაღაცა ისეთი რევოლუციური სულისკვეთება კი არ იყო, ეს იყო გამოხატულება ჩვენი ქართველი ერისა იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბაგრატიონების გვართან მიმართებაში არსებობდა და როცა ხელყოფა იყო ამ დამოკიდებულებაზე, როცა ეს ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტის ფუნქციური შეჩერება იყო, ამან გამოიწვია ეს წინააღმდეგობა. ჩვენ ვალდებული ვართ აი ამ წვეტილობის, 200-სლოვანი წვეტილობის შემდეგ დაუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, დაუბრუნდეთ ჩვენს კულტურას, სამეფო კულტურას და აი ამ ყველაფერზე ვისაუბროთ იტალიელებთან, როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონო მამუკა, ფრანგები? ფრანგებთან და დიახ, რა თქმა უნდა, ფრანგებთანაც უნდა ვისაუბროთ, იტალიელებთანაც, ესპანელებთანაც და ინგლისელებთანაც. ეს როგორც იტყვიან, ის ხალხი და ის ერები არიან, რომლებსაც აქვს სამეფო კულტურა და რომლებსაც შეიძლება ჩვენ საპირწონედ დაუდგეთ ჩვენი სამეფო კულტურით და ვისაუბროთ აი სამეფო კულტურის შესახებ. და უნდა ითქვას შემდეგი, რომ ფონდი, ჩემთვის ძვირფასი ფონდი, რომელიც მამუკა ბაგრატიონის საკითხთან არის დაკავშირებული, სწორედაც აი ამ საქმეს ემსახურება, რომ ეს არა მარტო ქველმოქმედება, როგორც სიკეთის გამწობა და გაკეთება, არამედ არის ინფორმაციული ხასიათი და ყველა შეხვედრა, რომელსაც მე თვალს ვადევნებ, ყველა შეხვედრაზე ხდება სწორედაც ამ ინფორმაციის დეკლარირება, ამ ინფორმაციის წარმოდგენა, ამ ინფორმაციის გაცნობა საზოგადოებისთვის და ეს არის ერთი დიდი მაგისტრალური ხაზი, რომელმა ხაზმაც კვლავაც უნდა გააგრძელოს მუშაობა და მსვლელობა, რათა ეს 200-სლოვანი წვეტილობა ჩვენ ამოვავსოთ ინფორმაციულად და სრულყოფილი გავხადოთ რამე თუ
არ უნდა გაწყდეს ფესვი და არ უნდა გაწყდეს კავშირი იმ დიდ კულტურასთან, რომელიც დიდი კულტურას ბაგრატიონებმა მოიტანეს. ეს არის სისხლითა და ცრემლით მოსული ისტორია ჩემი ქვეყნისა და ეს არ არის მხოლოდ ერთი გვარის ბაგრატიონების გვარის. მთელი ქვეყანა დაკავშირებული იყო ამ გვართან, ის სამეფო ინსტიტუტთან და ეს არის მთელი საქართველოს კვლავაც განმეორდების სისხლითა და ცრემლით მოტანილი ისტორია და აქ ვიღაცების იმპერიულ ზრახებსა და იმპერიულ განზრახულობას ეს არც უნდა შეეწიროს და არც უნდა გადაყვეს. როგორც ითქვია, უნდა დავდგეთ კვლავაც ფეხზე და ფეხზე რომ დავდგეთ, აბა ჭირდება აი ამ ფონდის ძალიან კარგი ფონდის უფრო აქტიური მუშაობა და ამ ფონდთან დაკავშირებით მე თქვენის ნებართვით კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ. ერთ-ერთ დიდ საზეიმო შეხვედრაზე ბატონმა მამუკა ბაგრატიონმა ამ აღნიშნული ფონდის ბაგრატიონთა დინასტიური ფონდის სახელით დააჯილდოვა რამოდენიმე პიროვნება. ეს იყო საზეიმო დაჯილდოება, საზეიმო გადაცემა ამ ჯილდოებისა. ეს არ იყო რაღაცა ფართომასშტაბიანი გადაცემა და ისე არა რომ ამ ჯილდოს ღებულობს 12 კაცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ მხოლოდ 3 პიროვნება იყო დაჯილდოებული, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დაჯილდოების პრეცედენტი შეიქმნა სუბიექტი, იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია დააჯილდოს და შეიქმნა სულისკვეთება იმ ეს დაჯილდოება არა მხოლოდ დაჯილდოებისთვის, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება შეიქმნა, რომ შენ თუ სიკეთის გაკეთება გინდა, გააკეთე ეს სიკეთე და არ იფიქრო, რომ ეს სიკეთე დაუნახავი იქნება და ეს სიკეთე ვერ შეამჩნევენ და ეს სიკეთე არ დაფასდება. ფასდება და ამ შემთხვევაში ფონდი, რომელიც ბატონი მამუკა ბაგრატიონის სახელს ატარებს, ის დამფასებელია, ის შემფასებელია და ამ ღვაწლის წარმომჩენია, რომელმაც ღირსეულად შეაფასა ამა თუ იმ პიროვნების ღვაწლი და აი და მოხდა ეს დაჯილდოება. იმ 3 პიროვნების დაჯილდოება დიდ საზეიმო შეხვედრის დროს მე მინდა გითხრათ, რომ იმდენად რეზონანსული იყო და იმდენად გადამდები იყო ყველასთვის და ყველასთვის, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა სურვილი იმ სიკეთის ქმნადობისა, იმ ჩართულობისა, იმ საქმიანი კავშირებისა, რომელიც შემდეგ მივა აი ასეთ საზეიმო შეხვედრებზე, ასეთ ლეგიტიმურ დაჯილდოებებზე და აი ასეთ კეთილ თანამშრომლობის პროცესამდე. ანუ თვითონ ფაქტი მეტყველებს და თვითონ ფაქტი არის ერთგვარი სტიმულირების საშუალება, რაც ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთი მე ვიტყოდი ლოგიკურად იყო მიგნებული და ესეთი შემუშავებული ეს საჯარო საზეიმო დაჯილდოების ფორმა და ჩვენ არა მარტო დაჯილდოებებით, არამედ საქმეებით შემოვიფარგლებით და მინდა ბატონმა მამუკამ ამ საქმეებთან მიმართებაში გააგრძელოს საუბარი. Ურვასი მადლობა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ერთობლივი მოქმედებები არის და საქმე ჩვენმა წარმოგვაჩვენოს ჩვენ. იქ როგორც სულხან-საბაბძანეთა ბანდა გაიგეთ. ნამდვილად იცით როგორი სიტუაცია არის. ჩვენ მეხმარებით შეშმომპირებს, მაგალითად მე თან 7 წელი ვმუშაობდი უსუნათლო ბავშვთა სკოლაში. მე ვიცი რას ნიშნავს და კიდევ ბევრი დარღვევებით იყვნენ იქ ბავშვები და ანუ მთელი სისტემა შევიმუშავე, სხვათა შორის მე დაახლოებით 3 წელი ცხოვრობდი ინდოეთში, აღმოსავლური რაღაც გარკვეული ცოდნები აქვთ იმათ, რაღაც გარკვეული ძველი ცოდნა, სხვათა შორის ეს ცოდნა ძველი ქალდეურია სინამდვილეში და ანუ ახლა ძველ ცივილიზაციებს თუ შევეხებით, მე არ მეყოფა 24 საათი სასაუბროთ, იმიტომ რომ პატეცემულ ტელემაყურებლებმა მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად მუშაობ ახლა სამეცნიერო ნაშრომებზე, რომელიც ეხება ჩვენ კავშირს უძველეს ცივილიზაციებთან, უპირველეს ცივილიზაციებთან, რომელიც მეცნიერულად დასაბუთებულად რომ ეს იყვნენ მესოპოტამია, ეს არის ეგვიპტე, ეს არის ჰარაპანის ცივილიზაცია, მტკვარ-არაქსის კულტურა და აი ჩვენ ყოველთვის პროტოკართულები ესე იგი ანუ ესე შეიძლება ითქვას ყოველთვის ვიყავით ამ დიდი კულტურის ნაწილი და ჩვენ ვარ შემთხვევითი ესე იგი ყოველთვის კულტურისკენ მივისწრაფოდით და ესე იგი თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ქრისტიანული არსის გამტარებლები ვიყავით სანამ თვით მაცხოვარი მოვლენებოდა და განკაცდებოდა მანამდეც ანუ იმდენად მომზადებული მივიღეთ კი რა თქმა უნდა ჩვენში არის ბუნება ესეთი რევოლუციონერი რაღაც მე ვწოდებ ყოველ შემთხვევაში
მეფემ ეს როგორ მიიღო და თან მით უმეტეს სამეფო წიგნი იყო ნებროთის წიგნი, ქართლის ცხოვრებაში ეს ამაზე წერია. ნებროთის წიგნში ეწერა მაცხოვრის შესახებ, მოსვლის შესახებ. იმიტომ იყო რომ მირიან მეფე თავიდან ესე ადვილად დათანხმდა ნანა დედოფალი, როდესაც ქრისტიანობა მიიღო წმინდა ნინოს ცხოვრებიდან და მისგან ამ შემთხვევაშიც ეხლა მეფე იყო და მეფემ რო ნახა ეს ძველი ქურუმები დაისვა, ეს გადმოიღეს უძველესი ცოდნის წიგნი და წაიკითხეს და იქ ეწერა მაცხოვრის შესახებ და ეს მიხვდა, მაგრამ მე ეშმაკი შეუჩდა, ვთქვათ ეს მთაზე ზუსტად და იმან რო ძველი მას ხო არ ვალადობ ის განა ციბოროტით რამე შეები გაუჩნდა საკუთარ თავში. რამეს ხო არ ვარღვევ, იქნებ ისეთი რამე არ ხდება, აი ახლა მოუტრიალდები სულ ყველას დავხოთ, მოკლედ რო და დაუბნელ და მე და უკვე ჭეშმარიტებამ გაუნხილა თავისი დიდებულება, აი ამის შემდეგ უკვე მან სახელმწიფო დონეზე ბეჭედი დასვა, რომ საქართველოს გახდა ქრისტიანული სახელმწიფო დონეზე და უკვე ამის რაც აღუთქვა უფალს მან ეს შეასრულა და იქიდან მოყოლებული სხვათა შორის ჩვენი დინასტია კავშირში არის, სისხლის მიერ კავშირში არის ამ ძველ სამეფო დინასტიებთან და ამის შემდგომ ხდება ესე იგი, ახლა ცოტა ესეთი ფორმით არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ქრისტიანობისთვის თავდადებული და ამით და ის ყველა საგვარეულოს თავის ფუნქცია ჰქონდა. აქ არ იყო ის მომენტი, რომ ესე იგი, ეხლა ჩვენ ბაგრატიონები ვართ, ნებისმიერ ჩვენ ერთიანობით, ჩვენი ერთიანობით შევძელით ის, რაც შევძელით. ჩვენ გვქონდა ის ფუნქცია და იმ ფუნქციას ვასრულებდით, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული, როცა ვერ ვასრულებდით კარგად ქვეყანასაც ეთყობოდა, ვისჯებოდით კიდევაც და რა თქმა უნდა, ყველა საგვარეულოს ჰქონდა თავისი, ესე რომ ვთქვათ, დანიშნულება. და ჩვენი ერთობით და ერთიანობით მოვედით, ერთსულოვნებით მოვედით და აი ამით და ეს მომენტი არასოდეს არ გაწყდეს ჩვენში. რა შეეხება ფონდის საქმიანობას, კიდევ სხვადასხვა სფეროს ვიტყვი პატრიოტული მაყურებელს თქვენი ეთერის საშუალებით. ესე იგი, შეშემო პირების დახმარება. როგორც ბატონმა გოგიტამ ბრძანა ინფორმაციის მიწოდება და გავახსენოთ ახალგაზრდობას ჩვენი ფესვი და ფუძე, საიდან მოვდივართ. და იმ ზუსტად ამ ძველ ცივილიზაციებს იმიტომ სწავლობდა ჩვენს კავშირს მათთან, რომ აი ეს ყველაფერი ზუსტად სწორად გადავცე და მივაწოდო არა მარტო ჩვენს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდობას და საზოგადოებას, არამედ სოფლიოში ყველგან. მე მაქვს აი ორი ლექცია მომზადებული, რომელიც უნდა წამოვიკითხა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ემიგრაციასთან და აი ჩვენ ძველ ცივილიზაციებთან კავშირი, ბაგრატონთა დინასტია რას წარმოადგენს და მე ძალიან გახარებული ვარ, რომ იცით, როდესაც ვამბობ, რომ მე ვარ ევროპაში ყველაზე ძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, უბრალოდ წარმომადგენელი ვარ, აი საკმარისია, რომ ჩემი ფონდის სახელით მოქმედე, ყველა სამთავრობო კარი ღიაა ჩემთვის. ძალიან მარტივად იხსნება, რომ რას ქვია, ყველაზე ძველი დინასტიის წარმომადგენელი არის ჩვენთან სტუმრად და მახსოვს საფრანგეთში მერს შევხვდი, სხვათა შორის მინდოდა გორი მეგობრობა მქონოდა ამ ქალაქთან, ბეზანსონისტი ძალიან კარგი ქალაქი საფრანგეთში, მათაც დიდი უზარმაზარი ციხესიმაგრე, პატარა ქალაქი არის და დამეგობრების, ჩვენ ძალებთან, ურთიერთობებთან, ჯანსაღ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებრივ დონეზე ეს ურთიერთობა უნდა გქონდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთს სწორი საუბარი, რადგან ერთმანეთს აი იცით რა არის ბაგრატონთა დინასტია დღესდღეობით სახელმწიფო დონეზე ჩვენთან კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც კი არ გააჩნია. აი ბატონ თემურ შაშიაშვილი ძალიან დიდ შრომას დებდა თავის დროზე, რომ აი ეს მომენტი მომხდარიყო ბაგრატონებთან მიმართებაში ძალიან დიდი
საქმე აქვს მას გაკეთება. საინტერესო ინიციატივებია ბატონ თემურს, მეც რამოდენიმე ინიციატივის პრეზენტაციას შევესწარი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ინიციატივისთვის, ანუ ზოგადად პრეზენტაცია ინიციატივისა. ეს იმდენად კონკრეტული, იმდენად საქმიანი და იმდენად პრაქტიკული მნიშვნელობის მქონეა, რომ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ეს განხორციელდება და ბატონ თემურს მინდა რომ ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში აი ამ თემებთან დაკავშირებით მოვიწვიოთ და გავაგრძელოთ საუბარი. ძალიან კარგი იქნება, ეს არაჩვეულებრივი იქნება, მით უმეტეს რომ აი ბატონ თემურთან იმ დროს ვინც მუშაობდა ესე იგი სამთავრობო ხარში ქალბატონ ლელა ქართველიშვილი გახლავთ ჩვენი ფონდის წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მან კარგად იცის და უამრავი რამ აქვს ჩემთვის რამ აქვს მოყოლილი ჩემთვის აი ბატონ თემურ როგორ იყო ჩართული ამ დეტალებში და ამასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ურთიერთობას იგივე სამეცნიერო წრეებთან დავაფასოთ ყველა ის ადამიანი ვინც ქვეყნისთვის კარგს აკეთებს ქველმოქმედებას რაც შეეხება მაქსიმალურად ეხლა ჩვენ გვაქვს ხოლმე დიდი შეკრება და რა თქმა უნდა თქვენ დაბადიჟებული ბრძანდებით და ამაზე მოსაწვევით მოვა თქვენთან თქვენ სახელზე დარბაზთან მიმართებაში და შატო მუხრანში ძალიან დიდი მადლობა შატო მუხრანს რომ ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას რომ დინასტიის წარმომადგენლებს და ჩემ ფონდს, მამუკა ბაგრატონის ფონდს, ეს მარტო ჩემ ფონდი არ არის, თუთ ყველას საზოგადოებრივი ფონდია, თქვენ დაწესებულია, თქვენი დაარსებულია და თქვენ სახელს ატარებს, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი ფონდი. დიახ, და აი იქ ვატარებთ ხოლმე სასახლეში, რომელიც ფაქტობრივად ძალიან ლამაზად, კარგად, აი ამ ღონისძიებას, სადაც ვაჯილდოვებთ ორდენით და მადლობის სიგელებით ყველა იმ პიროვნებას და იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მოაქვს დადებითი და კარგი. და აგრეთვე, რა თქმა უნდა, ქველმოქმედება, ესე იგი, აღდგომას აგრეთვე ვაკეთებთ ხოლმე ქველმოქმედებას და ვცდილობთ, რომ იცით, მე გადავწყვიტე მერე და ჩემს მრჩევლებთან ერთად ჩვენ გუნდთან ერთად ბაგრატონთა დინასტიის წარმომადგენლებთან ორდენის კავალერებთან ერთად რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მჭიდრო კავშირს საგვარეულო კავშირთან აი თქვენს უდიდეს რომელიც მისი უწმინდესობის მიერ არის ნაკურთხი და მართალზანავში და ეს უდიდეს საქმეს აკეთებ საპატრიარქოსთან გქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა იმიტომ რომ ამის გარეშე წარმოუდგენელია ეს ერთი მთლიანი ნაწილი წარმოუდგენელია. ესე იგი ჩვენ რო არ გქონდეს წარმოუდგენელი გვარებთან ანუ გვარებთან თუ რამხელა თავისი მისია აქვს შესრულებული და საპატრიარქო ანუ სასულიერო პირებთან და ქრისტიანულ რწმენით. ზუსტად ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ესე იგი, აი ამით გავხდეთ სრულყოფილად მოქმედნი სიკეთისა და აი ამის მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობთ და გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები, ახლა მე არ მინდა წინასწარ ერთი ძალიან მაგარი გეგმა აქვს ჩვენს ფონდს, რომ იყოს ინიციატორი ერის გაერთიანების და აუცილებლად თქვენს იქნებით ჩართულები ამაში წარმოუდგენელი და სხვანაირად საპატრიარქოც გვინდა რომ ძალიან აქტიურად იყოს ჩართული დარწმუნებული ვარ ესე იქნება რომ ქვეყნის ერთიანობას დღეს ყველაზე რთული პროცესი რაც არის ჩვენი ფონდი ეხმარება და სხვადასხვა ხელისუფლებასთან მიმართებაშიც აი მინდა რომ ყოველთვის მე ამას ვიძახი ხოლმე ვამბობ რომ აუცილებელია ბაგრატონთა დინასტია უნდა იქნეს საქართველოს კულტურულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული რომ ჩვენ უფრო მყარად ვიდგეთ ჩვენი ფუნდამენტი მყარად იდგეს რომ ამ ფუნდამენტმა გააკეთოს ის რომ
აი ამ ფუნდამენტზე მოხდეს შიდა შერიგებები, მოხდეს საზოგადოებაში სწორი ფორმირება, აი ამ პროცესები, სადაც რამე პრობლემა არის, აი ამ პლატფორმაზე, ესე ვთქვათ, აი ფუნდამენტზე მოხდეს ეს ყველაფერი და საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობებიც, იმიტომ რომ თქვენ ვერ წარმოვიდგენთ, მე სხვათაშორის ჩვენ ხელისუფლებას შევატყობინე კიდევაც, რომ მე მომიწია გერმანიაში საკმაოდ ცნობილ ხალხთან, რომელსაც გავლენა აქვს იქ და ყავთ საახლობლო დეპუტატები და ასე შემდეგ, რომ მე თქვა მათთვის და ამეხსნა, რომ ის დეზინფორმაცია, რაც ვრცელდება, ესე არ არის და რომ ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს ვერ მიიღებს მიუღებელ წესს და კანონს, რომელიც მიუღებელია. მით უმეტეს არც ადამიანობის ფაქტორი გვაკლია ჩვენ, არც მიმტევებლობის მომენტი გვაკლია. აბსოლუტურად ეს მომენტი ჩვენში ჯერ კიდევ თამარის დროს, ეხლა უბრალოდ თამარის დროს სიკვდილი დასჯა აიკრძალა და თამარი იყო იმდენად დიდებული მეფე და წმინდანად შერაცხულია და მისი მადლი გვეწევოდეს, რომ მართლაც რომ აი საოცარი რამ არის, რომ იმ პერიოდში, ესე იგი მისი ქრისტიანული რწმენა და მისი მიმტევებლობა და მისი ეს ფაქტორი და თან აი ეს ყველაფერს როგორ იყო შერწყმული, რომელიც დღეს ფაქტურად აი სამაგალითო უნდა იყოს რა და ნამდვილად სამაგალითო უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის, ანუ იმდენად სწორად იყო ყველაფერი დალაგებული და ჩვენ ფაქტურად უსწრებთ ინგლის სადღაც 30-40 წლით აი ზუსტად პარლამენტის სისტემის შემოღებაში და აი უამრავი რამ არის და ეს ყველაფერი მარტო ჩვენ არა მთელმა მსოფლიომ უნდა გაიხსენოს და იცოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვერაფრით ვერ ესე იგი რო იტყვიან წარმოადგენთ ჩვენ თავს ახლა ისეთ ტექნოკრატიული დროში ცხოვრობთ, რომ ანუ ჩვენი ისტორიით, კულტურით და მე ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ საქართველოს მსოფლიო ნაკრძალადაც გამოცხადდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელი მეცნიერების დასკვნები მაქვს ისეთი წაკითხული ქართველების არა რომ არ ჩაგვითვალონ თქვა მიკერძოებაში, რომ თქვენ ვერ წარმოვიდგენთ, ანუ თავისუფლად შეიძლება თუ ამაზე მუშაობა და მე ამ მიმართულებით შევეცდები, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ფონდის სახელით, პიროვნულადაც, დინასტიამაც, რომ საქართველოს გამოცხადდეს როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა. თავისი საქართველოში არქეოლოგიას მხოლოდ 3% არის შესწავლილი, იცით, მეტი არა. 3% არქეოლოგიურად, ფაქტიურად შეუსწავლელი. და აქ ისეთი რაღაცები არის აღმოჩენილი, აი 3% შეგვიძლია ვიმსჯელოთ და თქვა ამის შესახებ. თქვენ წარმოვიდგინეთ, აქ მეტი კვლევა რო ჩატარდეს და მეტი მიმართულება სხვადასხვა უკაცრავად ეს გამახსენდა თემურ ლენგმა გაიტანა სამეფო ბიბლიოთეკა. თქვენ გონიათ ჩვენ მხოლოდ ვეფხვის ტყავსანი გვექნებოდა შოთა რუსთაველის უამრავი რამ კიდევ დავით აღმაშენებელს რა წიგნები დაგქვა. მარტო ზამით ეს ცნობილი ფაქტია. მისი მოძრავი ბიბლიოთეკით დადიოდა და უყვარდა კითხვა და ესე იგი ეცნობოდა უამრავ ინფორმაციას იმ დროისთვის ერთ-ერთ აი ფაქტურად შეიძლება ითქვას ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები იყო ეს თუ ფილოსოფიური ნაშრომები ყველაფერს იცნობდა და ურმებით დაგონდა და სად არის ის სიგნები? აი ეს ამაშედა. ჩვენ ვიცით სხვადასხვა ბადანოვი და სად მოყოფება ეს არქივი, რომელიც თემურ ლენგმა გაიტანა. და აი სულ ვამბობ ესეთ რამეს გიორგი მეშვიდეზე, დიდებული მეფე, რომელმაც წარმოვიდგინეთ გარშემო, აი მთელი მსოფლიო დაპყრობილი ყავს მონღოლებს. მთელი მსოფლიო. და ქართულებს ბოლოს შემოუთვალა, რომ ანუ თქვენ მსმენას დათმობთო და დავიმონებითო, ან საერთოდ გაგწყვიტავთ. და გიორგი მეფის პასუხი, გიორგი მეშვიდეს პასუხი ესეთი, შენს მეფე ხარ, მეც მეფე ვარ, ხმალმა გაგვასწოროს. ანუ ამას ეუბნება, წარმოვიდგინეთ, ეხლა
ჩვენ რომ ცოტა ისე არ გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი რა, მხატვრული ფორმით. აი ახლა ჩვენ რომ ანალოგიურ სიტუაციაში ეს უთხრათ იცით ვის ჩინეთის ხელმძღვანელობას, ამერიკის, ნატოს და იმას რომ განუცხადოთ, რომ გაგვასწოროს იმან ბრძოლამ რა. ფადორობა მოგა ჩვენი გადაცემის დრო როგორც იტყვიან დასასრულს უახლოვდება და მე ვიდა ბოლოს დავიდო იმედი იმისა რომ აი ეს საუბარი არ დარჩეს მხოლოდ საუბრად და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყოს ის საქმიანი შეხვედრა რომელიც გაგრძელდება პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმით უამრავი საქმეა გასაკეთებელი რომელიც საქმეშიც საზოგადოება ჭირდებით და ჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ საქმეს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ის ხაზი, რასაც დღეს ბაგრატონთა გვარი აგრძელებს და ანვითარებს, ეს ხაზი არის არა ერთი კონკრეტული გვარის და თუნდაც სამეფო გვარის ინტერესებში შემავალი, არამედ ეს არის სრულად საქართველოს ინტერესებში შემავალი და ამისი ძალიან კარგი დასტური ბატონმა მამუკამ დღევანდელი შეხვედრის დროს გაიხსენა უწმინდესის სიტყვები და საუბარი პატრიარქთან ილია მეორესთან, რომელმაც ბრძანა, რომ სამეფო სახლი უნდა იყოს ერთიანობისთვის მოწოდებული და ერთიანობის წისქვილზე წყლის დამსხმელი ის ორგანო და ის შესაძლებლობა, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს. ვიაროთ ერთიანობისკენ და სამეფო სახლი იყოს ამ ერთიანობის ერთ-ერთი მაგალითი და ერთ-ერთი იმპულსი და მიღწევი, რათა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ერთიანობის პრობლემა ჩვენ გვაქვს, ხასიათობრივად ქართველებს გვაქვს და რა კი ვიცით, რომ ეს პრობლემა გვაქვს, სწორედაც ამას უნდა დაუპირისპირდეთ და ამ დაპირისპირებაში უნდა იყოს ფლაგმანი, როგორც იტყვიან, სამეფო გვარი და ბაგრატიონების ერთიანობა უნდა იყოს ერთგვარი სტიმული და მაგალითი და ნიმუში ამ ყველაფრისა. ნამდვილად გეთანხმებით, წალსახად. შეგიძლიათ რამოდენიმე წუთით თქვენთვის სასურველი განცხადება გააკეთოთ, ამ მიმართვა გააკეთოთ და ჩვენავით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის და ღმერთმა იმის საშუალება მოგცეს ჩვენ, რომ კარგად გავიხსენოთ და კარგად აღვიქვათ თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ და რაც შეიძლება ამ ცნობიერებამ მოგცეს ჩვენ იმის ის ცეცხლი დაგვინთოს ჩვენ გულში, რომ ვიყოთ მიმტევებლები, ვიყოთ ქრისტეს მიმღებები, ყოველთვის ჩვენ გულში ყოფილიყოს ქრისტე და მინდა რომ, რა ვიცი, აი დალოცულები ყოფილიყავით ჩვენს საზოგადოებას, პატრიოტულ ტელემაყურებელს, მინდა რომ აი ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ და უფრო მეტი სიყვარული და უფრო მეტი დაფიქრება იმაზე, რომ იცით ჩვენ ამ წუთი სოფლისა მხოლოდ არ ვართ. ჩვენ ეს წუთი სოფელი დიდი მზადება არის, იმიტომ რომ თუნდაც მეცნიერულ დონეზე ამასაც რო შევხვდე ძალიან მიყვარს მე ფიზიკა, მათემატიკა და ანუ შემიძლია მეცნიერები, ყველა დიდი მეცნიერი იყო, ყველა დიდი მორწმუნე. ანუ აცნობიერებდა რომ ანუ როგორ ეს სამყარო ესე არ არის. და მინდა რომ ეს მომენტი შეგერძნოთ და აი ეს არ იყოს რა, რაც ახლა არის. იცით, და ყველაზე ცუდი ფაქტორი არის რა. ესე იგი, მე რო კარს მოვიკეტავ, გარეთ რაც გინდა ეს მოხდა, რა მთავარია ჩემსას არ შეეხოს. არა, მოეფერეთ. მე ძალიან მიყვარს ხოლმე მეზობლებთან აი ელემენტარულად გავიდე და აი ეცადეთ რომ ერთმანეთს მოეფეროთ და ეს სიყვარული გააღვიძოთ თქვენში. ოღონდ არა ეს რაღაც მექანიკურად, არამედ აი იგრძნოთ ამას ამხელა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით არის შესაძლებელი წინსვლა წარმატება და რა ვიცი, როგორც ეს მომბრძანა ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. ასე რომ უღრმესი მადლობა თქვენ, უღრმესი მადლობას მოახსენებს ყველას, ვინც გვერდში უდგას ჩვენ ფონდს, ჩვენს ერთობას და მომავალ შეხვედრამდე ვფიქრობ ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრები. გაიხარეთ.
ბატონი მამუკა ბაგრატიონი, საინტერესო მკვლევარი, კულტუროლოგი და რაც მთავარია თავისი გვარისა და თავისი საგვარეულო მოწოდების ერთგული პიროვნება, რომელიც ემსახურება თავის გვარს და იმ ინტერესებს, რომელიც სრულიად საქართველოს სამეფო გვართან, ბაგრატიონის გვართან არის დაკავშირებული. მადლობა მას დღევანდელი სტუმრობისთვის და დაუბრუნდები მის მიერ ის ფილოსოფიურ სენტენციას, რომელიც ლაიბნიცის სენტენცია, ჩვენ ვიცით ვინ ვართ, ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით, საიდან მოვდივართ და ეხლა ვემზადებით იმ გზის დაკონკრეტებისთვის, იმ გზის განსაზღვრისთვის, თუ საით უნდა ვიაროთ. მონახაზი ამ გზისა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგცა და დიახაც ჩვენი გზა სწორედ განვითარდება და წავა იქით, საიდაც უფალი მოგიწოდებს. მადლობა წუთის სოფლის ძვირფას მაყურებელს, ჩვენ კვლავაც თქვენს მსახურებაში გვიგულეთ.